Tveu gzაზე მოძრაობს ავტომობილი, რომლის მოძრაობა აღიწერება მოცემული განტოლებით -270 დამატებული 12-ე და თუ ტეიქნება 0 წამი, x-ი გამოდის -270, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილი მოძრაობას იწევს -270 მეტრე კოორდინატიდან და ეს 12 გვეუბნება იმას, რომ იგი მიდის x ღერძის გასწვრივ 12 მეტრწამის ნიშნავით. აქ არის ჩვენ t კვადრატები და მსგავსი წევრები, რაც ნიშნავს იმას, რომ მოძრაობა არ არის არც თანაბარაჩქრებული, ან ამბე უფრო რთული სახით. ეს არის ჩვეულებრივად წრფივი თანაბარი მოძრაობა, რომელსაც იწება მოძრაობა -270 მეტრი კოორდინატიდან 12 მეტრწამის ნიშნავით x ღერძის გასწვრივ. რაც შეეხება ტროტუარზე ფეხით მოსწრებული ადამიანს, მისი მოძრაობა აღიწერება მოცემული განტოლებით, რომელიც არის a-1.5t. თუ t იქნება 0, x იქნება 0, რაც ნიშნავს, რომ საწრის მომენტში არის 0 კოორდინატზე და ეს მინუსი გვეუბნება, რომ მიდის x ღერძის საწინააღმდეგო მიმართულებით 1.5 მეტრწამით. ამიტომ გვეკითხება ორ რაღაცას, თუ საჭიროებიან ეს ავტომობილი და ტროტუარზე ფეხით მოსწრებული ადამიანი ერთმანეთს და რომელ კოორდინატზე და რამდენ ხაზში. ესე იგი -270 დამატებული 12t უნდა იყოს -1.5 t სტოლი, ანუ რაღაცა მოცემულ დიდ t მომენტში გაუტორეთ ეს კოორდინატები და რა ეს იქნება, იგი იქნება ის დრო, როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდებიან. ანუ 3.5 t გამოდის 270, რაც ნიშნავს იმას, რომ t უნდა გამოვიდეს 270 გაყოფილით 3.5-ზე, ანუ 20 წამი. ესე იგი ეს ავტომობილი და ფეხით მოსწრებული ერთმანეთს შეხვდებიან 20 წამში. ახლა ნახოთ თუ რა კოორდინატზე შეხვდებოდნენ ისინი ერთმანეთს და ეს 20 წამი უნდა ჩავსვათ რომელიმე კოორდინატში, არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ რომელიც უფრო მარტივი დასასრულია, ჯობია იმას ჩავსვათ. ანუ -1.5 t, რაც ნიშნავს -1.5 გამრავლებული 20, ანუ -30 მეტრი. ესე იგი, ისინი ერთმანეთს შეხვდებიან 20 წამში -30 მეტრ კოორდინატზე. თუ გზურთ ფიზიკის მერვე კლასის წიგნი, თქვა რომელშიც არის მარტივი მექანიზმების გარდა ყველაფერი, შედის თეორიები, ამოცანები და ამოცანების ამოხსნები, უნდა მოგწეროთ პირადში და კურიერი მას თქვენთან სახლში მოიტანს.